მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე ადიგენში არსებული მრავალსაუკუნოვანი ციხის, ოქროს ციხის ტურისტულად განვითარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან მაშინ ისაუბრა, როდესაც მოქალაქეებს 2025 წლის საქმიანობის ანგარიშს აბარებდა. ოქროს ციხეზე გვაქვს ადგილიც და საშუალებაც გვაძლევს ადგილმდებარეობა იმის, რომ ძალიან სერიოზული სასურველი ჩაიდგას, ირგვლივ ტყი არის, ჰაერია, წყალია, სხვა არაფერი არ ჭირდება ტურისტ იმისთვის, რომ სამთო ტურიზმი განვითაროთ. ეს არ იქნება კიდევ ეძახი წელს, ეს არის მესაუბრ 10 წლიან გეგმაზე. 31 დეკემბერს ასპინძაში მაკა ზამბახიძის კონცერტი იგეგმება, რომლისთვისაც ასპინძის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16,000 ლარის გადახდას გეგმავს. მუნიციპალიტეტმა ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში შესყიდვის დასადასტურებლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. საჯარო ხელმისაწვდომი დოკუმენტის მიხედვით, დუეტ ჯორჯიას წევრის კონცერტი 1 საათი გაგრძელდება. წინა საახალწლოდ ნაძვისხის მოპოვებაზე, ტრანსპორტირებაზე და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება. ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ჯარიმა 500-დან 2,500 ლარამდეა, ხოლო თუ ზარალის ოდენობა 1000 ლარს აღემატება, იწყება სისხლის სამართლებრივი საქმე, რაც ჯარიმას ან 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ასევე ამავე წყაროს ცნობით, თუ დიდი ოდენობით წიწვოვანი ხეების მოპოვებაზეა საუბარი, გათვალისწინებულია ჯარიმა ან 5-დან 7 წლამდე პატიმრობა. თუ გაქვთ ნივთები და მზად ხართ გაყიდოთ, ან ქმნით სხვადასხვა ნივთებს და მზად ხართ დამოუკიდებელი ონლაინ მედიების მხარდასაჭარად, ეს ამბავი თქვენთვისაა. ასევე თუ გსურთ სხვადასხვა ნივთების შეძენა და ამავე გზით მედიის დახმარება, თქვენც არ გამოგრჩეთ შესაძლებლობა, რომელიც სინათლე მედიამ მიმდინარე კვირას დაგეგმა. ქვეყანაში შექმნილი რეპრესიული მედია გარემოს გამო დამოუკიდებელ მედიებს უკვე თვეებია კრიტიკულ პირობებში უწევთ მუშაობა. არიან ისეთებიც, რომლებმაც უსახსრობის გამო საქმიანობა ნაწილობრივ ან სრულად შეწყვიტა. 27 დეკემბერს თბილისში ეზოში გაიმართება ფლიმარკეტი და აუქციონი, რომლის მიზანი 22 დამოუკიდებელი ონლაინ მედიის მხარდაჭერაა. ორგანიზატორების თქმით, ფლიმარკეტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ფლიმარკეტის სინათლისთვის არის სოლიდარობის ერთხმიანი ღონისძიება, რომლის მიზანიც ონლაინ მედიების მხარდაჭერაა. სინათლე მედია, როგორც დამოუკიდებელი ონლაინ მედიების ერთობა, არის ინიციატორი ამ ღონისძიების, რომელსაც 3 ძირითადი კომპონენტი აქვს. ხავარი და სახალხო კომპონენტი ეს არის ფლიმარკეტი, სადაც ორნაირად შეუძლიათ ადამიანებს ჩაერთონ, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოიტანონ ნივთები გაყიდონ სინათლისთვის და ესე დაეხმარონ ონლაინ მედიებს. მეორე, რა თქმა უნდა, მოვიდნენ და შეიძინონ ეს ნივთები შესაბამისად დასახმარებლად. ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ამ დღის აუქციონი, რომლისთვისაც არ ვიცი, ყველა გამორჩეულმა არტისტმა დღეს საქართველოში მხატვარმა, ფოტოგრაფმა და სხვა შემოქმედმა ადამიანებმა გაიღეს თავიანთი ნივთები სინათლისთვის და მედიების დასახმარებლად და ამ აუქციონზე გამოვიტანთ შესაბამის ნივთებს და საღამო დასრულდება ძალიან მნიშვნელოვანი მარშით, რომელსაც სინათლის მარში ქვია და ერთად სიმბოლურად ფანრებით ყველანი წავთ რუსთაველზე. ეს არის ღონისძიების ძირითადი ნაწილები, თუმცა პარალელურად დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე ღონისძიება, რომელთაც გვინდა რომ კიდევ უფრო საინტერესო გახდეს ეს დღე. ერთ-ერთი არის საბავშვო გასართობი ღონისძიება, რომლის დეტალებსაც კიდევ უფრო მეტად შევატყობინებთ ჩვენ სტუმრებს. ასევე ეზოში, რომელიც არის ქიქოძის 16 ნომერში, სადაც იმართება ეს ღონისძიება, იქნება მათი საფირმო სამზარეულო და ბარი იმუშავებს და იმღერებს სამოყვარულო გუნდი, რომელიც ეზოში ვარჯიშობს და ესე ვთქვათ, საინტერესო რეპორტაჟს ვიბრძადებს, რომელიც არის დაკავშირებული სახალხო და საშუალებაო განწყობასთან. ნამდვილად გამოიყენეს თუ არა ქართული ოცნების წევრებმა კამიტი მოქალაქეების წინააღმდეგ აქციების დაშლის დროს.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატის შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეებმა ადმინისტრაციას წერილობით მიმართეს. ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა Independent Avenue Media-სთან ინტერვიუში ისაუბრა. საუბარია BBC-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტურ ფილმზე, რომელშიც მედია რამოდენიმე წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ შესაძლოა პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური ნივთიერება კამიტი გამოიყენეს. ქართული ოცნება აღნიშნულს უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს. გთავაზობთ ინტერვიუს. ამერიკელი ხალხი შოკირებულია იმით, რომ ასადის ტრადიციის გაგრძელებით, სირიის დიქტატორის, რომელიც ქიმიური არაღს იყენებდა, ახლა არსებობს პარალელი და ეს არის რეჟიმი თბილისში. მადლიერი ვარ, რომ რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა ორივე პარტიისა და კონგრესის ორივე პალატის, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ყველა შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეებმა საკითხის მოკვლევის მოთხოვნით ადმინისტრაციას წერილები გაუგზავნეს, ასე რომ ეს მიმდინარე პროცესია. მტკიცედ მწამს, რომ ეს დონალდ ტრამპის ყურადღებას მიიპყრობს. სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ომის მდივან პიტ ჰექსეთის ხელმძღვანელობით მის ადმინისტრაციაში გვყავს ადამიანები, რომლებიც მზად არიან ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ხვალამდე.